ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი რიკარდო გუტიერეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ თანამშრომლებს პასუხობს, რომლებმაც ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციასა და მედიის თავისუფლებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებს წერილით მიმართეს. წერილში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა, წერია, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. რიკარდო გუტიერეზი ასევე გაუმართლებლად მიიჩნევს ჟურნალისტის საქმეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებულმა ბორდმა გამოიძიოს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებისთვის 19 თებერვალს ბრიუსელიდან გაგზავნილ წერილში ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის ხელმძღვანელი წერს, რომ მათ არასწორად გაიგეს მისი 4 თებერვლის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან გარიცხვის შესახებ. იგი წერს, რომ მის ორგანიზაციას ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებიდან რომელიმე წევრის გარიცხვის ბერკეტი არ აქვს და მისი მიზანი მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური გავლენებისგან დაცვა იყო. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპულ გაერთიანებას თხოვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის გარანტად ყოფნა და ჟურნალისტების დაცვა ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისაგან მათი სამუშაოს შესრულებისას. იმედი მაქვს, თქვენ ამის წინააღმდეგი არ ხართ. მეორე მხრივ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა არ იცავს ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრინციპებს, ისინი თავად რიცხავენ თავს ამ ორგანიზაციიდან. მიგვაჩნია, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ეს მივწერე კიდეც 12 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრებს. სრულიად მიუღებლად და გაუმართლებლად მივიჩნევ იმას, რომ მისი შემთხვევა უნდა გამოიძიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებულმა ბორდმა. ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია კვლავ მხარს უჭერს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებიც რაიმე ტიპის პოლიტიკურ ზეწოლას შეიძლება განიცდიდნენ. წერილი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის 142 თანამშრომელი აწერს ხელს 21 თებერვალს მედია ჩეკერმა გაავრცელა. გავრცელებულ წერილში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხარდამჭერი თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავდნენ და წერდნენ, რომ მათ წინააღმდეგ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მიზანი მათი შეფასებით სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით წერილში არხის თანამშრომელთა ნაწილი წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ 4 თებერვალს ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც მაუწყებლის ბორდის ხდომაზე არხი ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის ზია ამაღლობელის დაკავების სუსტი გაშუქების გამო გააკრიტიკეს.